დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი კოლეგა მიშო ბიძინაშვილი. დავამშვიდობეთ მეგობარს, რომელმაც ტელეკომპანია იმედში 10 წელზე მეტხანს იმუშავა. თავი დაგვამახსოვრა როგორც გამორჩეულმა პროფესიონალმა, რომელიც საქმის ერთგულებით და სიყვარულით მაგალითს აძლევდა ყველას. კიდევ ერთხელ უსამძიმრებთ მიშოს ოჯახს და ახლობლებს. მიშო იმედთან და იმედის კვირასთან ერთად ჩვენი მაყურებლისთვის გამორჩეულ კადრებს გკვნიდა. ჩვენ არქივში შემორჩა მისი გადაღებული არაერთი უნიკალური ვიდეო მასალა და ვიდეო კადრი. მადლობა მას, რომ იყო ჩვენს გვერდით. იმედი მიშოს არასოდეს დაივიწყებს. ახლა კი გადავიდეთ კვირის მნიშვნელოვან თემებზე. აჭარასა და იმერეთში სტიქიის ზონებში გეოლოგთა ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ. სპეციალისტებმა დამცავი და პრევენციის ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები უკვე შეიმუშავეს. 100-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. სოფელ ნერგეეთში კომუნიკაციები უკვე აღდგენილია, გაიწმინდა საავტომობილო გზაც. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ. ქედის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, შესაძლებლობის ფარგლებში ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა მომავალში სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია მოხდეს. თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია, ამბავს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. თავდაცვის ახალმა მინისტრმა 5 მოადგილიდან 3 შეცვალა. პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა, ასევე გიორგი ბუბუნაურმა და გიორგი ხაინდრავამ. თანამდებობაზე აღარაა პირველი ვიცე-პრემიერის ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ის ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა. რამ განაპირობა ცვლილებები? ჩვენ ამ საკითხზეც ვისაუბრებთ ლევან დავითაშვილთან ერთად, რომელიც ცოტა ხანში იმედი ლაივის სტუმარი იქნება. რადიკალურ ოპოზიციაში კი საერთო სტრატეგიის მიუხედავად ტაქტიკური შეუთანხმებლობაა. სააკაშვილი ზურაბიშვილს მეტი სითამამისკენ მოუწოდებს და ქუჩაში ეპატიჟება. პატიმარი პაციენტი მიიჩნევს, რომ ახლა დახურულ კას მიღმა დისკუსიების დრო არ არის. პრეზიდენტის სასახლიდან უნდა გამოვიდეს, თანაც არა იპოდრომზე, არამედ პირდაპირ რუსთაველის გამზირზე. შენობაში ერთსა და იმავე ხალხთან შეხვედრა ტრეზე ტრიალიაო ბრაზობს უსწრაფი მიშა. ზურაბიშვილის პანჩატური შემადგენლობა კი ნელ-ნელა ფართოვდება. კოლექტიური ნაცმოძრაობიდან ზოგი უკვე მივიდა ორბელიანების სასახლეში, ზოგიც ახლო მომავალში მივა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს ვიზიტები მტკიცებულებაა იმისა, რომ მოქმედი პრეზიდენტი ალიანსშია რადიკალურ ოპოზიციასთან, თუმცა ვერც ერთი შესაძლო კონფიგურაცია ამ ჯგუფს არჩევნებში წარმატებას ვერ მოუტანს. სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ქართველ ერს თევზის მეხსიერება აქვს და გუშინ გამოაცხადა, რომ პირველად ერთვება საარჩევნო კამპანიაში. თან დააყოლა, რომ უკრაინის მოქალაქედ კვლავ რჩება. არ ვთქვამს, მაგრამ იგულისხმებოდა, რომ ხაბეიშვილ ვაშაძის იმედად ვერ იქნება. ხაბეიშვილს სხვა რა გზა ჰქონდა ამ განცხადების შემდეგ ბრიფინგი ჩანიშნა და ითქვა, რომ მთავარ ლიდერად სააკაშვილს აღიარებენ. შემდეგ კეზერაშვილის სურათს მტვერიც გადაწმინდა. პოლიტიკოსები ნაფტალინიდან ახალი ძალის პრეტენზიით ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში საგრძნობლად მომრავლდნენ. ახლახან გვარამიამ ფოტო გამოაქვეყნა, რომ პოლიტიკაში გუნდთან ერთად შემოდის და ახალს ირქმევს. ჩვენ ასევე ეძახით ჩვენ თავს მერე ვნახოთო, განაცხადა ყოფილმა პროკურორმა. ნიკამელი ალბათ უახლეს დაირქმევს, თუმცა ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა ვისთან უნდა და ვისი ფულის ასაღებად არის მზად. რამდენიმე ნაწილად გაშლილ ნაცმოძრაობას ტუქსავს გირჩი, რომ სათანადოდ არაფასებენ კადრებს. სამივე ნიკას, გვარამიას, მელიას და მაჭუტაძეს ისე ურჩევს, რომ დაბრუნდნენ დედა პარტიაში, ასე უფრო მისაღები იქნებიან ამ ურჩევლისთვის.